რა გიშლის ხელს? მუდმივად გამოუძინებელი ხარ. მუდმივად დაღლილი ხარ, დილიდან დაღლილი ხარ. სხვა ოჯახში უნდა დაბადებულიყავი? სხვა ქვეყანაში უნდა დაბადებულიყავი? და მაინც რა გიშლის ხელს? ფული არ გაქვს, საჭირო კავშირები არ გაქვს. და რა? იქნებ პრობლემა შენშია. კი, პრობლემა შენშია. რადგან მიგაჩვიეს და შენც ძალიან ტკბილად მიეჩვიე, რომ საკუთარი თავი უნდა გებრალებოდეს. საკუთარ თავს მუდმივად ეუბნებოდი, რომ შენ ეს არ შეგიძლია, რომ შენ სუსტი ხარ. შენ რომ არ გამოგდის, რომ რა ქნა, სხვანაირად არ შეგიძლია და შენ ნებდები. მეტიც შენი გარემოცვა, დიდი ნაწილი შენი გარემოცვის ზუსტად ასევე მოქმედებს, წუწუნებს, ზის და წუწუნებს, რომ მას არ შეუძლია, არ გამოსდის, ფული არ აქვს, კავშირები არ აქვს. წარმოიდგინე შენი ოცნების მანქანით ვიღაცას რომ ხედავ ქუჩაში. როგორია? რას ფიქრობ? არა, არ უნდა გაბრაზდე, უნდა დაფიქრდე იმაზე, რის ფასად მიაღწია მან ამას, რომ რა გზა გაიარა მან, სავარაუდოდ, როცა დაგეგმა, ნაბიჯებიც გადადგა და იარა თავის გზაზე, იარა და თავის პატარ-პატარა ოცნებებს ნელ-ნელა მიაღწია. და რა გიშლის შენ? აი თუნდაც სამშუ აღამისას, არაფერი არ გიშლის, თავარია ქონდეს ნება და გადადგა ნაბიჯი. არაფერი. აი იმ ადამიანივით ზუსტად იგივე შანსი გაქვს, როგორც სხვა დანარჩენს, ვისაც აქვს ორი ხელი, ორი ფეხი, ორი ყური, ორი თვალი და ამ ვიდეოს ხვდება რაზეც წერ. არაფერი განსხვავებული, არაფერი განსაკუთრებული. გამოიჩენებას, გადადგა ნაბიჯს, მიაღწევ მიზნამდე. თუ გინდა ჰორიზონტს მიაღწიო, ჯერ ნაპირს უნდა მოშორდე. ასია ცხოვრება მოწყობილი. დრო მოვაო ამბობენ ხოლმე, დრო არ მოვა, დრო მიდის. დრო, ის დრო რომ აი ჩამოვარდეს, არაფერი არ ჩამოწვიდება. შენ თვითონ უნდა შექმნა და ამისთვის შენ ყველაფერი უნდა გააკეთო. არ უნდა გაჩერდე, არაფერი. მთავარია გადადგა პირველი ნაბიჯი და შენ როცა ამ ნებით პირველ, მეორე, მესამე ნაბიჯებს გადადგა, შენი გამჩერებელი კაცი არ არის. როგორც ამბობენ, კაცმა თუ მოინდომა, თავს გადადგამსო, თავს გადადგამ და შეასრულებ, გააკეთებ. ჯობია იარო შენი ბიზნესკენ და თუნდაც დამარცხდე, ვიდრე უბრძოლველად დათმო გამარჯვება. ოქროს წესია, უნდა იბრძოლო.